ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1978 წლის 9 ივნისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. კუბის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დავალებით კუბის რესპუბლიკის საბჭოთა კავშირში ელჩმა სევერო აგირე დელ კრისტომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე სამხანაგ ლეონიდ ილიაძე ბრეჟნევს გადასცა კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მე-20 წლისთავის სამახსოვრო მედალი. ამხანაგმა ლეონიდ ილიაძე ბრეჟნევმა გულითადი მადლობა შეუთვალა კუბის რესპუბლიკის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდოსთვის. ენახების რესპუბლიკურმა დათვალიერებამ წარმატებით ჩაიარა საგარეჯოს რაიონის საზოგადოებრივ მეურნეობებში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. გამოვლენილ ნაკლოვანებებზე ოპერატიულად იმსჯელეს პარტიის საგარეჯოს რაიკომმა და სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომმა. 1100 ჰექტარი ვენახი აქვს მანავის საბჭოთა მეურნეობას. აქედან 985 ჰექტარი სრულ მსხმოიარია. მეურნეობაში წარმატებით მიმდინარეობს წამლობა, ფურჩნა, ნიადაგის დამუშავება. ამჟამად მეტად რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოები სრულდება ენგურხესის ძალური კვანძის სამმართველოს ღია ქვესადგურის მშენებლობაზე. მემონტაჟეებმა უკვე დაამთავრეს ელექტროგადამცემი ანძებისა და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონტაჟი. გალის ბაზიდან მიწისქვეშა ელექტროსადგურის მშენებლობის ღია ქვესადგურის სამონტაჟო მოედანზე მძლავრი ავტოსაწევრების საშუალებით მიიტანეს 300,000 კილოვოლტ ამპერის სიმძლავრის 177 ტონიანი გიგანტი ტრანსფორმატორი, რომელიც სპეციალურად ენგურხესისთვის დაამზადა მოსკოვის ტრანსფორმატორების ქარხანამ. ტრანსფორმატორის გადატანა 2 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მემონტაჟეები უკვე შეუდგნენ ტრანსფორმატორის აწყობის სამუშაოებს. უშინ გაიმართა პრიზისთვის გუნდთან ერთად ჟიურის სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისის დინამოსა და დონეცკის შახტიორის მატჩში თბილისელ ფეხბურთელთა სტადიონის ადმინისტრაციის და მაყურებლების ქცევა. ჟიურიმ აღნიშნა, რომ სტადიონის ადმინისტრაციამ თბილისის დინამოს ოსტატ ფეხბურთელთა კოლექტივმა და მსაჯთა ბრიგადამ კარგად გაართვეს თავი მოვალეობას, რაც არ ითქმის სამხრეთის ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელთა ერთ ნაწილზე, რომელთა მხრიდანაც თამაშის მეორე ნახევარში ყოველდღე უცმაწო ხამს სიტყვებს გაიძახოდნენ მსაჯის მიმართ, რაც შეურაცხყოფელია მსაჯებისთვის, ფეხბურთელებისთვის, მაყურებელთა უდიდესი ნაწილისთვის და მთლიანად ჩვენი ქალაქისთვის. ჟიურიმ მიზანშეწონილად ჩათვალა ჩამოაგლოს თბილისის დინამოს სტადიონს ქულები, რომლებიც მას საკავშირო პროფკავშირების პრიზზე ეწერება. ასე ისჯება ჭეშმარიტი მაყურებელი, გუნდი და სტადიონი ხულიგანი ბიჭბუჭების გამო. სოფლიოს მე-11 საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ჯგუფში მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე ფრედ დამთავრდა. შოტლანდია ირანი 1-1 და ჰოლანდია პერუ 0-0. აღსანიშნავია, რომ შოტლანდია ირანის მატჩში ორივე გოლი ირანელებმა გაიტანეს, ჯერ საკუთარ, შემდეგ კი შოტლანდიელთა კარში. გადმოიცემოდა 1978 წლის 9 ივნისის უკანასკნელი ცნობები.